რა უნდა იცოდე აქ და ახლა განსაკუთრებულად ან ნახეთ როგორ რაღაცა არის და მნიშვნელოვანი რა არის ვინც ახლა მიყურებს არის ცეცხლის სტიქია ან შინაგანად ძლიერი ადამიანები მიყურებენ ზუსტად ახლა წდება თქვენ ცხოვრებაში ის მომენტი რომ თქვენ ფიქრობთ რა არის თქვენთვის შინაგანად უპირატესი რა გზას უნდა დაადგეთ ძალიან ბევრი თქვენგანი ფიქრობს სხვადასხვა შტოარი და სამივე ესე რომ ვთქვათ განვიხილავ პირველი ის არის რომ ცვლილება უნდა სამსახურში ასე რომ ძალიან კარგი იქნება ნუ ორჭოფობთ რაც მთავარია იპოვეთ სხვა სამსახური ვინც აპირებს ჩაბარებას უნივერსიტეტში ასევე მთავარია ყურადღება მიაქციოს იმას თუ რა უნდა მას ნუ უსმენს საზოგადოებას ნუ ორჭოფობს ნუ ახშობს შინაგან ხმას რაც ყველაზე მეტად სადაც თქვენ თავად იგრძნობთ თავს კომფორტულად და მომავალში სადაც თქვენ ხედავთ საკუთარ თავს სწორედ იქ ჩააბარეთ ჩადეთ სწავლაში დიდი ენერგია ასევე ვიტყვით რაღაცას რომ ბევრ თქვენგანი აპირებს ოჯახის შექმნას ყიდვას სახლის მანქანის უძრავი მოძრავი ქონების უბრალოდ დააკვირდით ხელშეკრულება იყოს სწორად გაწერილი რომ ყველაფერი გქონდეთ დაზუსტებული წინასწარ ასევე მნიშვნელოვანი არის კიდევ ის რომ ყველაფერი იქნება ამ წელიწადში დამოკიდებული თქვენზე თქვენს შრომაზე ნუ ფიქრობთ ჯერ იმ შედეგზე ჩადეთ ენერგია სწორედ იმაში რაც თქვენ გაბედნიერებთ ნუ იფიქრებთ მაინც და მაინც მატერიალურ სარგებელზე ამ ეტაპზე იფიქრეთ თქვენ სურვილებზე იდეა მოგივათ შეიძლება ეს იყოს სიზმრის სახით შეიძლება აი ინტერნეტში შემთხვევით შეხვიდეთ და აი ერთმა სიტყვა მიგიზიდათ და აი ეს იდეა ხომ მქონდა ხო ამას უნდა გავყვე ნამდვილად ეს ჩემია ორჭოფობა გაქვთ აი ძალიან ძალიან ორჭოფობთ მეგობარი არის შეიძლება იყოს შვილი ახალგაზრდა ადამიანი არის შეიძლება თქვენზე ასაკით უმცროსი იყოს ან რომელსაც თქვენ თვლით რომ თქვენზე ნაკლები გამოცდილება აქვს ამ ცხოვრებაში მაგრამ დაუჯერეთ ნამდვილად სწორ რჩევას გაძლევთ ეს ადამიანი იმიტომ რომ კარგი უნდა თქვენთვის ახალი ესეთი ფრეში ახალი ხედვა აქვს ამ ადამიანს კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ვინც აპირებს ხელშეკრულების დადებას კარგად დააკვირდეს განსაკუთრებულად ყველა პუნქტს და შემდგომ ისე მოაწეროს ხელი, რადგანაც შესაძლებელია ხელფასი, ბონუსი, პირობები არ იყოს თქვენთვის კარგი. ყველა დეტალი გადაამოწმეთ. ახალი სტარტაპი გექნებათ და ძალიან ბევრ თქვენგანს ასევე ხედავ იმას, რომ მოუწევს შინაგანი ესე რომ ვთქვათ, კომფორტის ზონიდან გამოსვლა. აღარ არის დრო იმისი, რომ ისევ ვიცხოვროთ ერთ და იგივე რუტინაში, ისევ და ისევ იტრიალოთ ძველ წრეში. ანუ გეყოფათ, უნდა გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან, თქვენ საქციელს დააკვირდით, იმიტომ რომ გარკვეული სახის ტოქსიკურობას ვხედავ, ასევე ნუ ცდილობთ დაფაროთ სიმართლე, ზოგიერთ თქვენგანს ვხედავ, რომ საკუთარი შინაგანი კომფორტი რათა დაიცვას, უწევს ტყუილის თქმა იღრმყოფი ადამიანების მიმართ. მოიკვეთეთ, აუცილებლად მოიკვეთეთ ეს ჩვევა, იმიტომ რომ კარგს არაფერს არ მოგიტანთ. მოკლედ, ძალიან კარგი პერიოდი გელოდებათ განსაკუთრებულად ახალი თვიდან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას, რაც ეხება. ეს არის ბიზნესი, ეს არის კარიერა, ეს არის სწავლა და ვიტყოდი იმასაც, რომ პირადი ცხოვრებაც, მაგრამ უმეტესწილად ეს არის მაინც კარიერა, უძრავი მოძრავი ქონება, ფინანსები, სასამართლო. ყარად დაიცავით თქვენი აზრი, კარგად დაგეგმეთ ცივი გონებით და გაანალიზეთ თუ რა გინდათ თქვენ, თუ რა გჭირდებათ რეალურად. ახალი იდეები გჭირდებათ და ახალი ენერგია. ახლა დეპრესიის და გაჩერების დრო არ არის. ნუ ეწინააღმდეგებით საკუთარ თავს. გადაწყვიტეთ და იმოქმედეთ არა ხვალ, არა ზეგ, არამედ ამ წამიდან და ამ წუთიდან. დატოვეთ ყველაფერი ძველი, რაც თქვენ უკან გხედავთ. თქვენ გჭირდებათ სიახლე.
გადადგეთ ნაბიჯი ამ სიახლისკენ და არ ინანებთ. აბა წარმატებები.